ეს გვირგვინი იდეალურად მაქვს, თითქოს ჩემთვის იყო გაკეთებული. ჯილ, დაწყნარდი, ეს ფლორიდას გვირგვინია. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს მოისინჯოს, არ მადარდებს. გაიგე? ფლორიდას არ ადარდებს. იქნებ ერთ დღეს დედოფალი მეც გავხდე. ოდესმე. ბავშვებო, გვირგვინი არაფერს არ ცვლის. უნდა დავამთავროთ, რაც დავიწყეთ. ხო. ფლორიდა, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ დედოფალი ხარ, მაგრამ გუშინ რაღაც უცნაური თქვი. რამე ისეთია, რაც უნდა ვიცოდე? დედა, ძალიან მინდა რომ გითხრა მართლა, მაგრამ დაპანიკდები და ყველაფერს აურევ. უბრალოდ ნება მოგვეცი დავამთავროთ ის, რაც დავიწყეთ. მოგვიანებით ყველაფერს გეტყვით, მართლა. დედა, ეს გვენი რაღაც საშინელი გოგოა, ნეტა იცოდე რა გააკეთა. ჯილ, ვერ გაიგე ფლორიდამ რა თქვა? მოგვიანებით მოვუყვებით. გოგოებო, უბრალოდ ფრთხილად იყავით, არ მინდა რომ რამე შარში გაეხვეთ. დედა, უკვე ძალიან ღრმად შევტობეთ. მაგრამ არ იდარდო, შენი ქალიშვილები ყველაფერს გაუმკლავდებიან. გვენი ტირილს დაიწყებს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. და ასეთი რა გააკეთა ამ გვენმა? დედა, მალე ყველაფერს გაიგებ. და გვენმა რაც გააკეთა, მეორედ ვეღარ გააკეთებს. დედოფალი ფლორიდას სიტყვაა ეს. როგორი ძალაუფლება გაქვს, გოგოებო, უნდა ამაყობდეთ თქვენი დიდ. დედა, ძალიან ვამაყობ ფლორიდაში. კარგი გოგოებო, საკმარისია ეს სიამაყე. გახსოვთ რომ დღეს ვარჯიში გვაქვს? კარგად უნდა ვივარჯიშოთ. კარგად მოусმინეთ ფლორიდას და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც გეტყვით. ახლა ხომ იცით, გვენს ახალი მწვრთნელი ყავს. დედა, დავინახე, ეს მწვრთნელი ძალიან ყალბია. ხო, ჩვენ შევამჩნიეთ, საერთოდ არ აქვს ჩერლდერის ტანი. ხო, თან ალბათ უკვე ძალიან დაბერდა, 200 წლის არის. გოგოებო, მე 190-ის ვარ, როდის გახდა 200 მოხუცი? დედა, ჩვენი ყოველთვის ახალგაზრდაა. გვიყვარხარ, დედა. მეც მიყვარხართ, ჩემო საყვარლებო. აი, მე ისე მეშინია, ძალიან უცნაური მესიჯი მივიღე. რა მესიჯი მაჩვენეობა? ფრთხილად იყავი, ვანესას ნაირად დაამთავრებ. გარშემო მიმოიხედე, მონადირეები მოდიან. მაუს! მონადირეები მოდიან? კარგი, არ ინერვიულოთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, გოგოებო, ვიწყებთ. რას? გვენც უნდა რომ კარენი გაანადგუროს. ლილი, ძალიან მეშინია. კარენ, უბრალოდ ერთი წესი დაიმახსოვრე, მარტო არ გახვიდე გარეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს ეგ დამეხმარება, რა მგონია რომ ჩემი დასასრულია. იქნებ დასასრული კი არა, დასაწყისია. ეგ რას ნიშნავს საერთოდ, ლილი? აბა მოღალატეებო, მოგწონს თქვენი ახალი დედოფალი? გონი გაბრაზებულია. ხო, აშკარად გაბრაზებულია. არასდროს გაპატიებთ, გესმით ჩემი არასდროს. ასე რანაირად მოიქეცით, ფლორიდა როგორ აირჩიეთ? ხო, ახლა მას უხსმინეთ და უყურეთ თქვენს ქერა დედოფალს. ძალიან გაბრაზებულია, არ ვიცით რა შეიძლება ქნას. არ მგონია რამე დაგუშაოს. გვენი დღეს ცუდ ხასიათზეა. ხო, წაგება არ უყვარს. ახლა ყველა მოსწავლე ამ სკოლაში ისეთი ცუდია, როგორც ფლორიდა, მეზიზღებით. არა, გეშლება, ფლორიდა არ არის ბანძი, მარტო შენ ხარ. შენი ახალი მეცახელიც ეგაა. ზოგადად ვინც დამარცხდება, ის არის ბანძი და როგორც მახსოვს შენ წააგე. წაგება უფრო გაგვაძლიერებს. გირჩევნიათ ჩემი სიტყვები დაიმახსოვროთ. ან ჩაიწერეთ. რობერტ, გონი გვინს შენი არსებობა აღარ ადარდებს. არაფერია, უბრალოდ ახლა ბევრი პრობლემა აქ ხდება ხოლმე. მე დავილოდები. გვინი უკვე ძალიან მომპრესებს, ბელა კიდევ ყველაფერს აკეთებს, რასაც გვინი ეუბნება. ახლა აღარც მელაპარაკება. ბელა და გვინი მეგობრები არიან და ერთმანეთს უსმენენ, ასეც უნდა იყოს. გოგოებო, არ გინდათ ჩვენი ახალი დედოფლის აღსანიშნავად წვეულება მოვაწყოთ. ამიტომაც გვქონდა გუშინ წვეულება ურუს და მაშინ აღვნიშნეთ. არა, მეჯლისი სხვა რაღაცა, ახლა დისკო მოვაწყოთ. ო, აი ეს მომწონს ურუს, შენ იქნები დიჯეი? მე არ მინდა წამოსვლა, არ მინდა ვნახო ტრევისი როგორ ეფლირტავება ელის. ნორა, შენ დონი არ მოგწონდა ადრე? ბელა აღარ ელაპარაკება და მიდი აბა ცადე იქნებ გამოვიდეს. არა, არ მინდა რომ ბელა ჩემზე გადმოანხიოს ყველაფერი. გასაგებია, ესე იგი ნორა არ წამოვა. აბა, როდის მოვაწყოთ წვეულება? თქვენ რა გიხარიათ, არ ხართ დაბადი შეგულები. გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა ბიჭებო. გრეის ძალიან კარგი შვილები ყავს. ვიცი. ფლორიდა, კიდევ ერთხელ გილოცავ. გოგოებო, გვეგონა გუშინელი ღამის პერე სკოლაში აღარ წამოხვიდოდით. ახლა როცა დედოფალი ვარ, არ გამოვა სკოლის გაცდენა. კარგი, უნდა წავიდეთ, ვარჯიში გვაქვს. იქნებ დაიძახოთ, ფლორიდა საუკეთესოა. ფლორიდა საუკეთესოა. ფლორიდა საუკეთესოა. გოგოებო, ეს რატომ გააკეთეთ? ახლა დავიქრინჯე. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ სერიოზულად, რომ ფლორიდა საუკეთესოა? თუ მარტო იმიტომ აკეთებთ, რომ მოგწონთ. რობერტ, მოდი ორი წამი ჰაერი ჩაისუნთქე. შენი გვინის თაყვანისცემა მოძველდა. გასაგებია? ო, გასაგებია. ნუ ნერვიულობ საყვარელო სკოლა. დაცული ადგილია, არაფერი მოხდება. მაგრამ ყოველდღე მოდის მესიჯები თან უცხო ნომრიდან. არ ინერვიულო, ყველაფერს გავუმკლავდებით.
ფლორიდა, უნდა ვისაუბროთ. გამარჯობა მაუს. კარგი, უცბად ვარჯიში გვაქვს. ფლორიდა გვენი მესიჯებს აგზავნის. კარენი იღებს მესიჯებს გაუჩერებლად. ხო, და ამბობს, რომ იმავეს გაუკეთებს, რასაც ვანესას. რა? ნახეთ, რა გაკვეთილი ვერ ისწავლა. დამღალა ამ გვენმა. ფლორიდა, მალე უნდა ვიმოქმედოთ. თორემ გვიანი იქნება. კარენი შეიძლება შემდეგი იყოს. ფლორიდა, მალე უნდა ვიმოქმედოთ, იქნებ შემდეგი მე ვიყო. კარგი, დაწყნარდით, რაც შეიძლება მალე მოვაგვარებთ, მაგრამ ჯერ უნდა ვივარჯიშოთ. კარგი, იმედი გვაქვს. ხო, იმიტომ რომ უმოქმედობა ყველა საფრთხის ქვეშ გვაყენებს. გოგოებო, ჩემ გარეშე კინაღამ დაკარგეთ ყველაფერი. მართალია, ბევრი რაღაც გქონდა მისახედი და აღარ გვივარჯიშია. მაგრამ ახლა შენ ყავ ხარ გაბრიელა, ამიტომ უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად იქნება. გვენ, გვირგვინი აღარ გაქვს, მაგრამ ჩერლდერები აუცილებლად უნდა დაამარცხო. გაბრიელა, ჩემი სიტყვა გაქვს, მაგრამ ეს ტონი ჩემთან არ გამოიყენო, არ შეიძლება. სერენა, ბელა, თუ შეიძლება დაგვტოვეთ? რა? გითხარით დაგვტოვეთ თქო. გვენ, მართლა გინდა რომ საუკეთესო იყო, იმიტომ რომ რაღაც არ ამგონია. გაბრიელა, მართლა უკეთესად იქნება ყველაფერი გპირდები. უბრალოდ ბევრი რაღაც მქონდა მისახედი და ხალხმა ჩემი საიდუმლოები გაიგო. და ამიტომ ვეღარ ვივარჯიშობდი. გვენ, რას ელოდებოდი? ამაზე ხომ ვისაუბრეთ ადრე და გითხარი კიდეც. გაბრიელა, საკმარისია მორალების კითხვა, გაბიგე, ამიერიდან ვინც გზაზე გადამეღობება, ყველა სამუდამოდ გაუჩინარდება. აი გვენი, რომელსაც ვიცნობ. გვენ, თუ შეიძლება დატოვე სპორტ დარბაზი. ხო, ვამპირებმა უნდა ვივარჯიშოთ ახლა. ფლორიდა, ზედმეტები ხომ არ მოგდის, რადგან გვირგვინი გაქვს, ეს არაფერს არ ნიშნავს. ფლორიდა, უპასუხე. და რომ გითხრა რომ ნიშნავს და შენ ყველაფერს დაკარგავ? იცი რა? მოდი, ვიბრძოლოთ. ეს არ გინდოდა? გვენ, გიჟივით ნუ იქცევი. ჩვენი ვარჯიშის დრო მორჩა, წამოდი რამე დავლიოთ. ფლორიდა, მკვდარი ხარ. ფლორიდა, რას ფიქრობ? გვენი სულ გაგიზდა და მისი მწვრთნელიც ფსიქოპატია. კარგი, წამოდით ახლა ვივარჯიშოთ. ჩვენ ვართ ვამპირები, ვამპირები ძალა, ვამპირები შიშია. გაიქესი სანამ მოვალ. მაუს გახსოვს არა ჩვენი პატარა საიდუმლო? კი, მახსოვს. ძალიან კარგი არ მინდა რომ მთელი სკოლა შენს წინააღმდეგ იყოს. მაუს ეს რას ნიშნავს? დაივიწყეთ. მაუს, მგონი შევთანხმდით რომ საიდუმლოები არ გვექნებოდა. ნორა, გაიგებ როცა ამის დრო მოვა. აი, მოდიან გვენი და მწვრთნელი. გვენ, რატომ გაგვაგდა ეს არ იყო კარგი? პირადი საუბარი მქონდა გაბრიელასთან, ყველაფერი კი არ უნდა იცოდეთ. გვენ, თუ ისინი გუნდის წევრები არიან, უნდა უთხრა. არ შემიძლია გაბრიელა, არ ვენდობი საკმარისად. გვენ, ჩვენ თუ არ გვენდობი, ჩვენ რატომ უნდა გენდოთ როგორც კაპიტანს? ხო, უკვე დაკარგე გვირგვინი და შემდეგი რა არის? წავაგებთ ჩერლდერობაში? გაბრიელა, გაიგე როგორ მელაპარაკებიან? არა, გოგოებო, არ წავაგებთ და გვირგვინი ისევ ჩემი გახდება. იცი რა, გაბრიელა რაღაც უცნაურად იქცევა, აქამდე ასე არ იქცეოდა. ხო, აქამდე ყველას უყვიროდა, ალბათ რაღაც საიდუმლო აქვს და ეშინიათ. მოიცადე, რისი ეშინიათ? რამე იცი? საიდან უნდა ვიცოდე რამე, უბრალოდ ვამბობ. მეგობრებო, აბა დღეს რას ვაპირებთ? გვინის დღეული ხო არ წავუკითხოთ? დღეს? ხო, რატომაც არა. აბა ხო არ დაელოდები, სანამ იგივეს გაგიკეთებს, რაც ვანესას გავუკეთა. საწყალი ვანესა, ნეტამ ცოდნოდა, რომ გვინი იყო, რაღაცას გავაკეთებდი. არადრევის არაფერს არ გააკეთებდი. გვინის წინააღმდეგ წასვლა მეც არ შემიძლია. ხო, მახსოვს ერთხელ დაწყებით კლასებში მე და გვინმა ვიჩხუბეთ და მაშინაც შეეძლო ჩემი განადგურება. მოკლედ, მეგობრებო, დღეს ავიღოთ გვინის დღეული და ერთხელ სამუდამოდ ყველაფერი დავამთავროთ. კარგი იქნებოდა ვანესას დაბრუნებაც შეგვეძლოს, მაგრამ რას ვიზამთ? არ მჯერა რომ ჩემი და ასეთ რაღაცას გააკეთებდა. ჯასტინ, შენიდან ნამდვილი ვირთხა და ამაზე გამართის არ შეიძლება. ხო, არ ვსკამათო. საერთოდ რო ვიხუძებ, მინდა რომ აღარ მოხსოვდეს, რომ გვინი ჩემი და. მოკლედ, მეგობრებო, დღეურ სასახებად რაღაც გეგმა გვჭირდება. თორე როგორც წინაზე ჩაგვეშალა, ისე ჩაგვეშლება. ვა, მეგობრებო, აქ ჩემ გარეშე რაზე ლაპარაკობდით? თეო გაკვეთილი გვაქვს, დაჭიქ. მოიცა, მეგობრებო, თეო არ წამოიყვანოთ. ხო, რა თქმა უნდა წამოვყანოთ, ცად. არა, მოდი თეო არ გვინდა, თორე ყველაფერი ჩაგვეშლება. მოიცა, ვერ ხვდები, რამეს მიმალავთ? ხო, იცით, თეო ყოველთვის თავის მეგობრებთანაა. არა, თეო დაწნარდი, ამიტომაც არ გვინდა რომ წაგიყვანოთ. და როცა ზარი დარეკავს, გარეთ კი არ უნდა ისხდეთ და კარტებს თამაშობდეთ, უნდა შემოხვიდეთ კლასში. ჩემი კარტები უნდა დამიბრუნო, ვალი გაკ. არა, ისინი სამართლიან ბრძოლაში მოვიგე. ნერდო აკრატოზე ხარ თეოს გვერდით, ეს ჩემი ადგილი. ნერდო აქედან გადაჭიქი. სად წავიდე? არ მოძარდებს, უბრალოდ გადაჭიქი. არა, ეს დაკავებულია ჩემი ფეხებისთვის.
ნათანს თავი დაანებეთ, თორემ მე ჩავერევი და ყველას დაგეხმარებით. არა გრეის, ყველაფერი კარგადაა. არ გვინდა რომ გაბრაზდეთ. უბრალოდ ნათანს ვეხუმრებით ხოლმე. ხო, ნათან, გთხოვ დაჯექი. მადლობა, მაგრამ აქ ვიჯდები. შენ ხო შეამჩნიე რობერტმა როგორ მომოტყუა. რას გულისხმობ? საერთოდ ყველა კარდი წამართვა, განსაკუთრებულებს. რა? კარტებზე სასაუბროდ მერე გექნებათ დრო. ახლა მინდა ვისაუბროთ არდადეგებზე და როგორ უნდა გავატაროთ. რამე შემოთავაზება ხომ არ გაქვთ? მე მაქვს შემოთავაზება, ბებია ჩემს აქვს სახლი. 300 წელია უკვე ცარიელია. შეგვიძლია იქ წავიდეთ და ფართი გქონდეს. არა, მან დაბაზანაც არ იქნება, ვერ წავალ. იქ ტბა გვაქვს, თუ ცურო არ შეგიძლიათ. კარგი შემოთავაზება იყო. კიდევ რამე გვითხრით და ავარჩევთ. მე მაქვს ერთი იდეა. შეგვიძლია ტყეში წავიდეთ და ყველაზე დიდი ღამურა დავიჭიროთ და მერე მასზე კვლევა ჩავატაროთ. ოსკარ, ღამურა მგონი შენ ხარ, კვლევა შენზე ხوار ჩავატაროთ. ნერდი ღამურა. თეო, ზოგჯერ სწორ დროს ვერ არჩევ ხოლმე. რა? ლილის ვარიანტი ყველაზე მეტად მომწონს. ჩემს გოგონებსაც ვკითხავ და იქნებ რამე შემოთავაზება ჰქონდეთ. გრეის ძალიან კარგი აზრია. ჩემი აზრით თქვენ გოგონებს არ გაუჭირდებათ მოიფიქრონ დასვენებაზე რა გავაკეთოთ. ხო. ფლორიდა, არ გინდა შენი გვერგვინი აღვნიშნოთ და წვალება მოვაწყოთ. ფლორიდა, მიდი რა. გოგოებო, ერთი წუთით. ურუს ფართი გვექნება მაშინ, როცა მე და გოგოები რაღაცას გავაკეთებთ. მოიცა, ეს რას ნიშნავს? არ არის საჭირო რომ იცოდე. ურუს მგონი შენს ფართიზე არავინ მოდის, მოდი მარტო მე და შენ მოვაწყოთ. კარგი, კარენ, დავფიქრდები. მაუს, ტყუპებო? ფლორიდა, როდის უნდა აიღო გვენის დღიური? იქნებ რამე დახმარება გჭირდება, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. გოგოებო, ჯერ მთლად მაქამდე არ მივსულვართ, მაგრამ არ ინერვიულოთ. ხო, მალე მივალთ და ბიჭები დაგვეხმარებიან. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამ ბიჭებს ასე არ ვენდობოდი. მაგათმა მხოლოდ გართობა იციან. უბრალოდ ჩვენ უკეთეს დაგეხმარებით. გოგოებო, არ ინერვიულოთ, ჯასტინი დამეხმარება, თან გვენის ძმა არის. ხო, კარგი, გნახავთ და შემდეგზე დღიურსაც მოგიტანთ. ერთი სული მაქვს. მაუს დარწმუნებული ხარ რომ არაფერი უნდა ვიცოდეთ? ჯერ არა. ძვირფასო დღიურო, გამარჯობა. დღე 19. მე და ჩემმა დებმა უნდა ვიჩქაროთ და გვენის დღიური მოვიპაროთ. ბავშვებო, რატომ ფიქრობთ რომ მაუსი ასე ნერვიულობს? რამის ხომ არ მალავს? კი, ნამდვილად. და მოუწევს გვითხრას თუ უნდა რომ ჩვენთან მეგობრობა გააგრძელოს. გოგოებო, საიდუმლო ყველას აქვს და ჩვენც გამონაკლისი არ ვართ. ჩვენც გვაქვს საიდუმლოები.